გამარჯობა ბატონო ზურა. მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ რამდენიმე საკითხზე. ჩემი პირველი კითხვა კი შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. 104 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. დღეს საქართველოში მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი. არჩევნების ლეგიტიმურობას დასავლური სამყარო არ აღიარებს. ქართული ოცნება კი არ ცვლის რიტორიკას და აგრძელებს მის პოლიტიკას. ამ ყველაფრის ფონზე რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და არსებობს თუ არა რეალური საფრთხე დავკარგოთ დამოუკიდებლობა? ძიმე დღე არის მართლაც 25 თებერვალი ჩვენ ყველა ქართველის ასე ვთქვათ მეხსიერებაში ასოცირდება ოკუპაციასთან და საბჭოთა პერიოდში ასეთი ცდელობა იყო რომ ეს მხოლოდ ბოლშევიკებისთვის დაებორელებინათ, მაგრამ მასე არ არის ეს რუსული ოკუპაცია და სახელს არ აქვს დამწყვეტი მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირი ერქმევა, ბოლშევიკური რუსეთი ერქმევა, რუსეთის იმპერია ერქმევა თუ ასე შემდეგ. შინაარსი ერთი და იგივე არის და ის ტრაგიკული თარიღი არა მხოლოდ ათეულ და ასეულ ათასობით განადგურებულ ქართველის ბედს უკავშირდება, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა უკავშირდება იმას, რომ მთელი ასე ვთქვათ თაობების დიდი ნაწილის მენტალური ოკუპაცია მოახდინეს და ვერც კი წარმოედგინათ ადამიანებს, რომ მის დიდ ნაწილს რომ საქართველოს შეეძლო დამოუკიდებლად ეარსება და ეს ძალიან დიდ ხანს გაყვა ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებამდე ასეთი ინერციით მივიდა ის რაც სამწუხაროდ დაიწყო 1921 წელს და მივდივართ თქვენს კითხვასთან დამოუკიდებლობის დაკარგვასთან მაშინ როდესაც ფაქტობრივად აღარაფერს წყვეტენ თბილისში და ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსკოვში საქართველოსთან დაკავშირებით როდესაც საინფორმაციო გადაცემებიც კი რუსული ნარატივით იწყება და მთავრდება, სადაც მხოლოდ რუსულიდან თარგმნილი არის ის message box-ი, რომელიც კრემლიდან ვრცელდება, როგორ შეიძლება იყოს საუბარი დამოუკიდებლობაზე. ახლა რეალურად დგას 1921 წლის თებერვალი. ერთადერთი რამ, რაც აფერხებს 25 თებერვლის კონკრეტული დროის დადგომას არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ ამას, არ ნებდებიან იმიტომ რომ ჩვენ ეს 21 წლის გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით, რომ 25 თებერვალი დადგა მაშინ, როდესაც დასრულდა წინააღმდეგობა. ამიტომ არ სრულდება ეს წინააღმდეგობა, ყველა გრძნობს, ყველა მიცის, რომ ამის დასრულებას მოყვება შემდეგში ის მოვლენები, რაც მაშინაც განვითარდა და რომელიც გველოდება იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გაჩერდა, თუ მოქალაქეები დანებდნენ, მხედველობაში მაქვს რეპრესიები, მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ თქვათ კონკრეტული პროფესიის ხალხის დასჯა, მაგალითად მედიის წარმომადგენლები, მაგალითად არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ, არამედ მერე როგორც ეს იყო 37 წელს უკვე მიდგებიან ყველა სახლში შევა ის უბედურება, რასაც 37 წელი ქვია და ამას ყველა გრძნობს. დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება. მისი ბოლოდროინდელი განცხადებების შემდგომ ევროპაც საკმაოდ გააქტიურდა. როგორც ჩანს, ევროპა გრძნობს საფრთხეს და პასუხისმგებლობას. მაინტერესებს თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? როგორ განვითარდება პროცესები და იკვეთება თუ არა ევროპაში ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის წინაპირობა. რუსეთ-უკრაინის ომი არ არის მხოლოდ ორი ქვეყნის და არა მხოლოდ ეს არ არის ასე ვთქვათ მხოლოდ ტერიტორიული პრობლემა, ეს არის ზოგადად ბარბაროსული აღმოსავლეთის თავდასხმა ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული ომია და აი ამ ომში ახლა უკვე განსხვავებული მოსაზრებები ისმის შეერთებული შტატების მხრიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დანებებას აპირებს არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ თუ უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტა, ეს ნიშნავს უკრაინის დამარცხებას. უკრაინის დამარცხება ასევე ნიშნავს ევროპის დამარცხებას და ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენას. რისი არავითარი სულიც ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნიათ. ამ ფარგლებში უნდა განვიხილოთ ის, რომ გუშინ შედგა
საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი შეერთებულ შტატებში. პოზიციების შესაძლებლად ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც აქვს, თქვათ, ამბიცია იმისა, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალ გარემოში თავის სიტყვა ეთქმოდეს, რა რეალობის წინაშე დგას ის და ევროპის კონტინენტი. ამიტომ ძალიან ბუნებრივი იყო ეს შეხვედრა. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი არიან ის ქვეყნები, რომელსაც გააჩნიათ ბირთვული შეიარაღება, ანუ შეიძლება იყოს ეს ერთგვარი ქოლგა იმ ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისა, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მაგრამ შეიძლება შეიქმნას. ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ შეერთებული შტატები ამასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ანუ რა ჩვენ ვხედავთ მხოლოდ შეფასებებს, მაგრამ უკვე როდესაც დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მე შეგვიძლია ვიმსჯელოთ შეიძლება წავიდეს სიტუაცია, იმიტომ რომ ეს განცხადებები, რომელიც ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ კეთდება, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამორიცხავია, ამიტომ უნდა დაველოდოთ ქმედებებს, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული და შესაბამისად მე უფრო გამოიკვეთება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, იქნება ეს ახალი ერთიანი ჯარი, იქნება ნატოს რაიმე სახის ალტერნატივა თუ ასე შემდეგ. ეს პროცესი ჯერჯერობით ამ ეტაპზე არის. შემდგომი კითხვა შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებულ გამოწვევებს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ნატო დაშლის საფრთხის ქვეშ? დაშლა არსებობს de facto და de iure. De iure იქნება თუ მაგალითად ისეთმა დიდმა ქვეყანამ, რომელიც ნატოს ლიდერად მოიაზრებოდა, ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებმა, თუ გამოაცხადა, რომ ის გადის ნატოდან და მაშინ უკვე დანარჩენებმა უნდა იფიქრონ ამ არსებული კონფიგურაციით გააგრძელებენ არსებობას თუ სხვა რაღაც ფორმა მიეცა იმ ყველაფერს. იქნება ერთიანი თუ ასე ცალ-ცალკე, მაგრამ ერთმანეთის დამხმარე როგორც ნატოში არის თუ სხვა ფორმა. ეს რაც შეეხება იურიდიულს და შეიძლება იყოს de facto გასვლაც მაგალითად იგივე თუ შეერთებულმა შტატებმა ეს ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ მხოლოდ ასე ვთქვათ მოსაზრებების დონეზე არის, თუ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ გაიყვანოს თავისი სამხედრო ნაწილები ევროპის კონტინენტიდან. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მეხუთე მუხლი, რომელიც მთავარი არის ნატოში, ანუ ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას და უნდა იყოს დახმარება, მაშინ აღმოჩენილი ეს ეფექტიანად ვერ განხორციელდება და რატომ? იმიტომ რომ სხვა კონტინენტია, ოკეანე უნდა გადმოცუროს და გადმოიყვანოს დიდი რაოდენობის ჯარი თუ თავდასხმა მოხდა რომელიმე წევრზე. მაგრამ ეს წევრები ზოგი ისეთი პატარა არის თავისი ზომით ტერიტორიით, რომ სანამ ის ჯარები მოვა, აქ შეიძლება უკვე ოკუპაცია დასრულებული იყოს და რადგან რუსეთსაც და შეერთებულ შტატებსაც ორივეს ბირთვული იარაღი გააჩნია, მაშინ შეიძლება თავის შეკავება მოხდეს, ხო? კონფრონტაციის და ანუ ოკუპაცია შერჩეს რუსეთს. ამიტომ ეს ამას რა თქმა უნდა არავინ არ აღიარებს მე ის ნაწილად, მაგრამ ეს de facto სხვა სიტუაცია იქნება. აქაც უნდა დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეერთებული შტატები და მაგის მერე უფრო ნათელი იქნება პერსპექტივა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე შესაძლოა აღმოჩნდეს ნატოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო? თუ შევხედავთ შეერთებულ შტატებს ის ახალ ადმინისტრაციას ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ რომ იგივე ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ყველას თანხმობა არის საჭირო, ხო? შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში როგორც ლიდერი ქვეყანა ნატოს მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ну შეერთებული შტატების გარდა სხვა ქვეყანაც ან ქვეყნებიც შეიძლება იყოს წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ეს ნაკლებად მოსალოდნელი არის.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რა მოვლენები განვითარდება მოსკოვში, რა ხელისუფლება იქნება ან არ იქნება. ბრძოლის ველზე რა სიტუაცია იქნება და ასე შემდეგ. თავი რო არ მოვიტყუოთ ამ ეტაპზე, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება კონკრეტულად იმ მომენტისთვის. ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართება ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ცივილურმა სამყარომ ამ არჩევნების შედეგები არ აღიაროს და რამდენად ქმედით ნაბიჯებს დგამენ ისინი? ეს არის არა არჩევნები, არამედ ეგრეთ წოდებული არჩევნები, იმიტომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება, საიდანაც გამოდევნილია მოსახლეობის უმრავლესობა და სანამ ეს მოსახლეობა არ დაბრუნდება, მოქალაქეები არ დაბრუნდებიან, არავითარ არჩევნებზე, სერიოზულ არჩევნებზე ლაპარაკი არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, რომ რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომელსაც თავად აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, ხომ? მას არ აღიარებს ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება, ხომ? პირველ რიგში მოკავშირეებთან უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, მაგრამ მაშინ, როდესაც მეგობარს მტერს უწოდებ და მტერს მოყვარეს, ეს ყველაფერი აღრევა ხდება ყველაფრის და ძალზე ძნელდება საერთაშორისო არენაზე ამ არაღიარების პოლიტიკის დაცვა, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ რომ დასავლეთის იმედი კონდეს და ბევრ ქვეყანაში ჩვენ არ გვყავს მაგალითად საელჩო და იქ სწორედ დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მუშაობდნენ მთელი თავის ძალით ამ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისთვის და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა, სადაც რუსეთი ძლიერია, თავი შეიკავა ამ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებისგან სწორედ იმის გამო, რომ დასავლეთი გვეხმარებოდა. ახლა ყველაფერთან ერთად, როდესაც დასავლეთს უპირისპირდები, ესეც უნდა გაითვალისწინო, რომ მაშინ ეს საკითხი ღიად რჩება.